დილმშვიდობის. როცა ვიწყებ ხოლმე გადაღებას ბრჭყალებს ჩავსვათ და ვეკაიფოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ჯერ 5000-ს ვერ ვართ და არ ვართ. მე რომ მქონდეს ადგილი და უნდა დავიწყო უკვე ლეპტოპში გადატანა და აი ამ გაუქმებული თუ უარგისი კადრების ერთმანეთზე გადაბმა, დედას გეფცებთ, ვერ ამოისუნთქებთ. რასაც ვშლი ახლა და თან მენანება ხოლმე. ეს რა არის? ვისია? მოკლედ, შაბათია. ისვენებთ. მე სულ ვისვენებ. ეს წელი 2026 წელი დაიწყო ჩემი უსაქმურობის წელი. ჩიას მარცვლებს ვერაფრით ვერ მოვძებნა ჩემს ცხოვრებაში, რუტინაში და კუჭში ადგილი. ვიპოვე რეცეპტი, სავარაუდოდ არ იქნება იმ გულონასი და არც ის არ არის ჩემი და გაგიზიარებთ, ვისაც გიყვართ ხიზილალა და გინდათ რომ მე ესეთ იაფასიან ჩიას ვყიდულობ, გონია რომ ერთი და იგივეა. ვისაც გიყვართ ხიზილალის გემო და გინდათ რომ თან ჯანსაღი და ვეგანური თუ რა ვიცი ჯანდაბური ვჭამოთ, აბა ვნახოთ რა გამოვა. ცადოთ. იქნება და მოგვეწონოს. 6 სუფრის კოვზი მომახსენა, მაგრამ სატესტოდ ავიღოთ ჩემი ოქროს კოვზი. სატესტოდ გავაკეთოთ 3 სუფრის კოვზი. ეს სადმე თუ მიეწება მტრისას. ამიტომ მიჟარაში 2. ცოტა დავამატოთ რაც. ეს ცოტა ხანი შევჩურთოთ, იმიტომ რომ თავზე აქვს მოსაჭერი. ამას ვქენითო წყალიო, იგივე რაოდენობაო. 1 2 ანუ 3 სუფრის კოვზი. ჩიას ვქენი 3 სუფრის კოვზი წყალი. აქ ვისუყურებთ თქვენ, ვერ გავიგე. შემდგომო სოიო. ეს სოიო ვიცი რომ არ ვარგა. ვეღარ გავიგე, საწავიღო ეს კილები. ესეც 3 ქენიო. ვიღაცა ხარო ხერიო, ვინც გაიმეორებ ამას და აქ ვიღაცა კვდება. არ გავფრინდ. 1 2 3. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთიო, ანუ ჩემ შემთხვევაში 9 სუფრის კოვზი იქნება, იმიტომ რომ იპრიალოსო. არ მიყვარს მე ზეითუნის ზეთი. და 3 წელი ნორის ფურცელია. ნორის ფურცელი დავატოსტერე. იმიტომ რომ ძალიან ძველი მაქვს, ბევრი ვიყიდე, მიყვარს. ესეც ნიჟარაში ხამას პროფესო. შეიძლება ყავა მექნება მე ხო? ხო ესეა. მე რა ვშოვს ექსპერიმენტები არის კარგი. ნახე, გაგდიშავთ ცუდი ხმა აქ. ჩოპკ. მაინო. ნორი. ეს დავხარშოთ.
იაკარაქის ისა შავი ხიზი, ასტრახანის შავი ხიზილალის მსგავსი. ცოტა პატარა ქილა ქონა დაო. დავაყოვნოთ ცოტა ხანი. დღეს ჩემს ბავშვობის მეგობარი უნდა გავიქცე და ისევ კარაკუმი თუ ყარაყუმი გამოვაცხოთ და რაღაცები მაქვს საყიდელი. წავიდეთ ორნაბიჯში და თან გავაგრძელოთ და ესეც დავაგემოვნოთ. მოვამზადე ნამცხვრის ცომი, გამოვისერნე, მოვედი. შევდე ერთი საყინულეში. შევაბრძანე. ჩვეულებრივი მარგარინით გავაკეთე. ძალიან იაფი საშუალებით უნდა ხვდება გემოჩ განსხვავება თუ აქნება, იმიტომ რომ კარაქით ძალიან ძვირი იყო. დავაყენოთ ჩაი და გავსინჯოთ ჩვენი დაპატენტებული ჩიას ხიზილალა. შავი ჩაი არ დავინანოთ, იმიტომ რომ არ ვარ ყოჩი რაც იყო გათავდა. ეს მაქვს მიხაკი. კადამონი, რომლის სახელით მოვიწყდება ხოლმე. არ ვასტიდე. გავსინჯოთ იქამდე ჩვენ ჩაინდა. გასინჯვა. როგორია ორი სუფრის კოზი? გავსინჯევ თქვენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის წნორის პორი. თუ ვინმე მიდის ან მამა ჩამოდის, ვიხვეწები ხოლმე, იმიტომ რომ გიჟდები ამ პორზე. ვყინავ და მე ჩვეულებრივ უბრუნდება ფორმას და ბოლო ნაჭრები მაქვს. ვიშკი ვარ კარაკი ჩავსავით. მე ძალიან მოყვარს. სტომარი მომდის. ასე იცის უადგილო მარაფრის. ადგილი რო არ გაქვს. ასეთი კონსისტენციის არის. იაფასიან ხიზილალებზე ბევრად გემრიელია.
რაწაკრუწეთ იჭმება. ათიდან 10 იცი რა სჭა? სოიას соуს ვიყიდი კარგს, იმიტომ რომ ეს ძალიან იაფასიანია და ვფიქრობ რომ არ არის კარგი. ცადეთ თქვენც გამოვაცხოთ ცოტა ხანში ნამცხვარიც. ჩვეულებრივი ხვიერი ცომი ვინმეს თუ დაგაინტერესებთ ჩავაგდებ კომენტარებში. ეს ჩემი აღმოჩენა შემადგენლობა არ წამიკითხე იმდენად იაფიღებს, მაგრამ ამ ნამცხვარს ძალიან ვხვდება. ბოდის ვიხდი ის ხმება. ერთზე გამოვიყენე და მეორეზე გათავდა. მარტო ეგ არა. ძალიან მენანება ყველაზე კარგი მალენის მურაბის წარმოებელია. მარტო ისეც არა. არ ჩერდება ტელეფონი. ცოტა ლაიმიცეთ რა. პეტი არ უნდა. არა please-not. ესეც აგერ ის გამხმარი ლაიმიც აქვს. გაყინული მეორე ნახევარი ავხეხოთ. ასე. კარგად იხება. ცოტა დიდხანს მომივიდა გამოღება. მალე უნდა მეკნა. ასე მოვაბნიოთ, აღარ ებნილა, მაგრამ მოვახერხოთ. შევდავტოვებ. შევაბრძანოთ ხუმელში 180 გრადუსს. ნახოთ რა გამოგვივა 20 წუთი 9 საათი. ასეთია. გემრიელ ჩაისთან ერთად.